საღამოშიდობისა მეგობრებო, მოგესალმებით. მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ, ეს ტელეკომპანია ვარსკვლავები. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვიმყოფებით. არა, ამჯერად რომელიმე სპექტაკლის არც ანონს ვაკეთებ, არც მიმოხილვას და არც არაფერი. არა, დღეს აქ ერთი ძალიან დიდი ადამიანის, დამსახურებული კულტურის მოღვაწის, კარგი კაცის, კარგი პროფესიონალის და ამ საქმის კარგი მცოდნის მოდი როგორ თქვათ იცი თამამად ალბათ ხსოვნის საღამო უფრო ქვია დღევანდელ თავყრილობას. დღეს ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი ცნობილი ქორეოგრაფ პედაგოგის აჭარის დამსახურებული არტისტის ბატონ ზაურ ლაზიშვილის ხსოვნის საღამოს ატარებს. სიამაყით ვიტყვი რომ მე ბატონ ზაურთან მქონდა რამდენჯერმე გადაკვეთის წერტილი, ვიცნობდი მას როგორც კარგ ადამიანს, რა თქმა უნდა თავისთავად პროფესიონალს იმ საქმესაც, რა საქმესაც აი დღეს ნახეთ, აი ეს ბავშვები ემსახურებიან, ეს ქორეოგრაფები ემსახურებიან და ორგანიზატორები, რომლებიც აი ამ ყველაფრის მონოლითურ შრომაში არიან ჩართული. აი თქვენ ახლა ხედავთ, ზოგადად 100-ია ხოლმე წესი, როცა რაღაც კონკრეტული ღონისძიება იმართება, როცა რაღაც კონკრეტული ფესტივალი იმართება, ამას ქორეოგრაფები უწოდებენ წინსწრებით რეპეტიციას, სვერკას, ესეთი ჟარგონი აქვთ მათ და შემდეგ თავაზობენ უკვე ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ ერთად ვეფერებით. აქ არის ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ჩემი ძალიან კარგი ადამიანი ზაზა ჟავანაძე და ძალიან დანანებით გავიხსენე ბატონ ზაზა, მე მქონდა მასთან ურთიერთობის ბატონ ზაურთან ეპიზოდები რამდენ. მოდი თქვენ მითხარით რა ხდება დღეს და მომიყევით თქვენი და ბატონი ზაურის ურთიერთობის შესახებ. რა არის მიუხედავად გუშინდელი დღისა ტრაგიკული, მაგრამ მეორე შემთხვევაში შეიძლება მე ვთქვა ასე ჩემი საზრით, რომ გუშინ ამავდროულად იყოს ძალიან ასე რომ ვთქვა ტრაგიკული და საზეიმო ვითარება ჩემი გაგებით ხო იმედიანიც რომ მთელი ქართველი ერი გაერთიანებული. მე გუშინ ვნახე ქართველი ერი გაერთიანებული და რამაც იმედი მომცა ხვალინდელი დღის და ესა ჩემთვის თავად რაც შეეხება კიდევ დღევანდელ დღეს არ უნდა ჩაგვეტარებია ეს ღონისძიება დღეს, მაგრამ ვინაიდან ვიცით რომ ეს თეატრის სპეციფიკა სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი და ამიტომ ჩარჩოებიდან შესაძლებელი იყო რომ ამოვარდნილი ყავთ გამომდინარე აქედან დღეს ამ დიდებული ადამიანის ასე რომ ვთქვათ რასაც ილია მეორე ჩვენი დიდი პატრიარქი ბრძანებდა და მოგვიწოდებდა თუ როგორ უნდა გვეცხოვრა ამ ქვეყანაზე, როგორ უნდა ვიცხოვროთ. სწორედ ამ გზით გაიარა ამ დიდებულმა ადამიანმა ეს 81 წელი და მათ შორის 62 წელი დიდ სცენაზე. ქართული ქორეოგრაფიის წიაღში, ასე ვთქვა და არაერთი თაობები ყავს აღზრდილი, აღარ ვლაპარაკობ, მათ შორის ერთ-ერთი მეც გახლავართ. აი ზუსტად მაგის გახსენება მინდოდა შენი და ბატონ ზაურის ურთიერთობა. რასაკვირველია, კიდევ ერთხელ მე მისი მარადმწვანე სტუდენტი ვიყავი 6 წელი ვისწავლე ბათუმის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში მიუხედავად იმისა, რომ 3 წლიანი იყო მაშინ. და მაიძულა, ასე რომ ვთქვათ, კარგი გაგებით რა, ვთქვათ, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მე დღეს ამ დიდებულ სცენაზე დამდგარიყავი და მისი, ასე ვთქვათ, კარგი იქნებოდა, რომ მისი სიცოცხლის დროს გამეკეთებია უფრო ბევრი, უფრო რაღაც საიმედო, ასე ვთქვათ, მაგრამ ის იმ ქვეყნიდანაც აქეთ, ასე ვთქვათ, საქმეს გვაკეთებინებს და ეს ნათელი მაგალითია დღევანდელი დღე. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა დღევანდლის დღეს მონაწილე ანსამბლებს, რომ ამ საღამოში ჩაერთნენ. მიუხედავად გამეორდები გუშინდელი დღისა. მადლობა. ზაზა ბოდიში რეგიონებიდანაც არიან ჩა. დიახ, ეს ასე რომ ვთქვათ, ბათუმი, ქუთაისი და ასე შემდეგ. მან ძირითადად ასე იგი ჩართული არიან მის მიერ აღზრდილი მოსწავლეები, მოცეკვავები, ასე რომ ვთქვათ, დღეს ქორეოგრაფად შემდგარი 80% ძირითადად ამით მოისაზღვრება დღეს და მე მადლობას ვუხდი მშობლებს, ანსამბლის ხელმძღვანელებს, ყველას აბსოლუტურად ამ დიდებულ შენობას, თეატრს, რომ ამ შესანიშნავი ადამიანის, ასე ვთქვათ, საღამოს ჩასატარებლისათვის გამოგვიყეს ეს და დიდი შეღავათით რასაკვირველია. განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ ქალაქ თბილისის მერიას, რომ ყოველთვის ხარში გვიდგას, კარგი ნებისმიერ კარგ წამოწყებულ საქმის წიაღში ჩვენთან ერთადაა და მე ეს მახარებს. და კიდევ გამეორდები გუშინდელმა დღემ მე მომცა ხვალინდელი დღის იმედი, სწორედ თითოეული ჩვენგანი ვალდებულები
მივართ რომ საერთო საქმე ვაკეთოთ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, მოცეკვავემ ვიცეკვოს, მომღერალმა იმღეროს, მხატვარმა დახატოს, პოლიტიკოსმა კი თავისი აკეთოს და ყველაფერი კარგად გეკეთოს. ჩვენი მაყურებლის სახელით მთელი ემიგრაცია იქნება თუ ჩვენი ის ადგილობრივი საქართველოსდან მართლა უდიდესი მადლობა აი ამ ადამიანს ბატონ ზაურ რაზიშვილს რომელმაც შეასრულა თავისი მისია და როლი ამ ქვეყანას და იმიერში კიდევ ღმერთმა უდაო დიდი ადამიანი იყო და განსაკუთრებით მინდა ვთქვა კიდევ ერთხელ რომ სწორედ პატრიარქის ასე რომ ვთქვა გუნდის ერთ-ერთი მთავარი ასე რომ ვთქვა წამყვანი სპეციალისტი იყო იმ დარგში პატრიარქი რას მოგვიწოდებდა რომ ვიცხოვროთ ქართულად და ამ საქმეს აკეთებდა ეს დიდებული ადამიანი სხვა თუ არა ეს თქვა და ბევრი მათგანი აღზარდა ისეთ გზაზეა დაყენებული რომ ცდილობენ რომ თითო აგური დადონ ქვეყნის მშენებლობისათვის და ამას აკეთებენ ალბათ დამერწმუნებით ხო გეთანხმები აბსოლუტურად ყველაფერში მადლობა ზაზა მადლობა მე აღარ შემოგაცდენ და მიხედეს საქმეს ეს იყო ზაზა ამჟავანაძე ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და თურქეთის მაყურებელო მე თქვენის ნებართვით მინდა უდიდესი ხელოვანისკენ გადავინაცლო ის დარბაში ზის და მინდა რომ მასაც მივცე საშუალება ბატონი ზაურ ლაზიშვილის გახსენების. რეზო ჭანიშვილის გულისხმობ და წამოვჩავაკითხოთ ბატონ რეზოს. როგორც გითხარით ბატონი რეზო ჭანიშვილია დარბაში და რა თქმა უნდა მას დიდი სიამოვნებით ბატონ რეზო ჯერ მოგესალმებით და საყოველთაო მწუხარებას ვიზიარებ ჩვენი პატრიარქის გარდაცვალების გამო თქვენც მოგისამძიმრებთ ისე როგორც ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ და დანარჩენ საქართველოს სოფლიოში მიმობნეულს ვინც არ უნდა იყოს. ისამძიმრებთ. ამით მინდა დამეწა. როგორ გითხრათ, ხაი სიტყვებს ვერ ვნახულობ. მაგანკალებს ნერვიულობისგან ეს კი ვიცოდით რომ ასეთი პიროვნება ვყავდა, ვიცოდით, მაგრამ ასეთი ბუმბერაზე თუ იყო ამ პატარა ქვეყნის წარმომადგენელი რომ მარტო ევროპა კი არა ფაქტობრივად მთელი მსოფლიო აცილებდა მის ცხედარს და ღმერთო ის გადამჩენია ვთქვა რომ დიდი მადლობა პატრიარქო დიდი მადლობა რომ მოევლინე საქართველოსთვის და ამდენი სიხარული ბედნიერება მოგვანიჭე, ამდენი სიკეთე დაუტოვე სულიად საქართველოს და არა მარტო საქართველოს და ჯერავს რომ ამ დიდი პატრიარქის სახელი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს სახელი მრავალჟამიერ იცოცხლებს საქართველოსთან ერთად და მართლმადიდებლურ ეკლესიებთან ერთად მთელ სოფლიოში. სამარადისოდ გიერთდებით ბატონო რეზო სიტყვაში და ახლა მე მაყურებელს ვუთხარი მოვახსენე სადაც ვიმყოფებით, ვიხსენებთ ძალიან კარგ ადამიანს, უდიდეს პროფესიონალს ბატონ ზაურს და მქონდა თქო მასთან გადაკვეთის რამდენიმე პერიოდში წერტილი და ვიცი მისი მუშაობის სტილით ვიცოდი მისი შეფასების თქვენ როგორ გაიხსენებთ თქვენი წილი ბატონი ზაურ ლაზიშვილი აი ეს მინდა კითხოთ როგორც ბრძანეთ ჩვენ ბავშვობიდან მოვდიოდით ერთად ჩვენ ძმები ვიყავით სრული ამ სიტყვის ნიშნულები და მე ერთ რიგით რეზო ჭანიშვილს მიამაყება რომ ზაურ ლაზიშვილი ჩემი მეგობარი იყო მიამაყება რომ ის საქართველოს საცეკვაო კულტურის კუთვნილება იყო და ასე დარჩა და ასე დარჩება და ასე იარსებებს ზაურ ლაზიშვილის სახელი საქართველოს საცეკვაო ვიმეორებ კულტურის სფეროში კი არა საქართველოში მთლიანად ბატონი ზაური იყო ჭეშმარიტი დიდ მოღვაწე იყო იმის გამო რომ კი არ ურყვნიდა იერს და სახეს ქართულ ცეკვას პირიქით ეძებდა იყო მაძიებელი სულის ადამიანი და ამ ყველაფერს ამყნობდა ქართულ ძირზე ეროვნული მოღვაწე იყო თაობები გაზარდა და რაც თავარია მისი ნამოწაფარნი ისევე სწორად ასწავლიან ქართულ ცეკვას როგორც ამას ასწავლიდა ზაურ ლაზიშვილი. რა თქმა უნდა ფოლკლორის ცენტრის აი ეს მოქმედება არის
მის სასალმებელი, მის საბაძი, რომ იმნაირ მოღვაწეებს, როგორიც იყო ბატონი ზაურ ლაზიშვილი, უნდათ პატივის მიგება. მისაბაძე ადამიანი იყო. დიდი პატივი არის ჩვენთვის აი ამ კონდიციებაზე მონაწილეობა. მართლაც დამსახურებული არტისტი, მოღვაწე და ნათელი უნდა მივაგოთ მის ხსოვნას აუცილებლად ჩვენ. ჩვენ კიდე ანსამბლი იბერია მაქსიმუმ შევეცდებით, რომ ჩვენი პატივი გამოვხატოთ ამ დის სცენაზე, მარჯანიშვილის თეატრში. დღეს მარჯანიშვილის თეატრში ტარდება დიდებული საზოგადო მოღვაწის თამამად შემიძლია ვთქვა ბატონი ზაურ ლაზიშვილის ხსოვნის საღამო. დღევანდელ საღამოში მონაწილეობს ქორეოგრაფიული ანსამბლი კრწანისი და ვეცდებით რომ ჩვენი გამოსვლით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, მის დიდებას. ნათელში ყოფილიყოს მისი სული და აქვე მინდა სრულიად საქართველოს გამოუთქვა დიდი სამძიმარი, რადგან რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავკარგეთ ეპოქალური ადამიანი, ჩვენი სულიერი მამა. ვიზიარებ მთლიანად საქართველოს მწუხარებას და მადლობა რა თქმა უნდა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, რომ აკეთებს მუდამ ასეთ დიდებულ საქმეს და არ ივიწყებს დიდებულ ადამიანებს. ბატონი ზაური იყო დიდი შემოქმედი, დიდი პიროვნება, დიდი ქართველი, ჩვენ დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან და მე სიამოვნებით ვღებულობ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას, რომ ბავშვებმაც გაიგონ, ვინ იყო ბატონი ზაური, როგორი პიროვნება იყო, როგორი ხელოვანი იყო. და მადლობა ცენტრს რომ გაიხსენა ბატონი ზაური პატივი მიაგო და უკეთებს ასეთ ლამაზ ღონისძიებას და საღამოს. დღეს ტარდება ზაურ ლაზიშვილის ხსოვნის საღამო, ანსამბლ ლამპარიც იღებს მონაწილეობას. მადლობას ვუხდით ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, რომ ამ ღირსეულ და პატივსაცემ ღონისძიებაზე გვაქვს პატივი მივიღოთ მონაწილეობა. წარმატებები ყველა ანსამბლს. ბატონი ზაურის საღამოა დღეს ხსოვნისადმი მიზღვილი საღამო და ჩვენი ანსამბლი ჩამოვედის წყალტუბოდან ესე რომ ვთქვათ გამოსასვლელად მხარდასაჭერად რომ ესეთი დიდი პიროვნება ახსოვდეს ჩვენ ქვეყანას ჩვენ ერს და თავისთავად ეს პატარა მოცეკვავეები აგერ თბილისში ასახელებენ ჩვენ ქალაქს და ჩვენს ანსამბლს. ჩვენ ვართ ანსამბლი ეთნოსი, ჩამოვედით ბათუმიდან, რათა პატივი მივაგოთ მის ხსოვნას, ბატონ ზაურის ხსოვნას, ასევე მინდა შევთქვით ვისარგებლო და მთელს ერს მიუსამძიმრო ჩვენი უდიდესი ადამიანის, ჩვენი პატრიარქის გარდაცვალება, ჩვენი დიდი მოძღვარი იყო ჩვენი სრულიად საქართველოს. ასევე ჩვენი ბავშვები არის ძალიან სულისკვეთებით არიან. მომღერლები არიან, მღერიან, ძალიან კარგ რეპერტუარს შეასრულებენ დღეს და ასევე ვასახელებთ ჩვენს საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა ორგანიზაციას ყველას იმ ადამიანს, ვინაც მიიღო დღევანდელ დღეში მონაწილეობა. ჩვენ ვართ ქალაქ საგარეჯოდან ანსამბლი სინათლე, მურმან მამარდაშვილის დაარსებული ეს ანსამბლი. დღეს მე ვარ ჩამდგარი მის ხელმძღვანელობაში. ზაურ ლაზიშვილის ხსოვნის საღამოს მივაგებთ პატივს ჩვენი აკრით. ქართული ქორეოგრაფია ხელოვნების ერთ-ერთი უმშვენიერესი დარგია. ქართულმა ცეკვამ გზა გაიკვლია უდიდეს ქვეყნებში, გააცნო მსოფლიოს, რომ ჩვენ ქართველებს ცეკვაც საინტერესოდ შეგვიძლია ცეკვით ვსაუბრობთ ზოგჯერ ისევე როგორც სიმღერაც წარმოადგენს ძალიან დიდ ქმნილებას ჩვენი ხალხისას. ქართული ქორეოგრაფია იზრდება, ვითარდება და მოდის ახალი თაობა, რომელიც გადაიბარებს ძალიან დიდ შემოქმედებას. ქართულმა ქორეოგრაფიამ გააჩინა და ქვეყნებს გააცნო ირიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი. ასევე ჩვენი მხარის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ბატონი ენვერ ხაბაძე, რომლის თაობების საქმე გამოჩნდა დღევანდელ კონცერტზე. ასე რომ
ასეთი ღონისძიება რაც დღეს წარიმართა და დაუკავშირდა ჩემს პიროვნულ ღირსებებს ბევრი რამის მთქმელია და დარწმუნებული ვარ რომ არ კმაყოფილდებდი იმით რაც შევქმენი სათავარ ქართულ ცეკვას ისევაც კლავაც თავიდან გულიანად ვიმსახურე